გამარჯობათ მეგობრებო, წელიწადო კარგი ხარ. გამარჯობათ. მეგობრებო და მართლა კაი ხარნო. ვინც ამნერ გადაცემს უყურებთ, ყველას მივესალმები, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო გასართობი. თავშესაქცევი კი ეგეთ ისტორიების მოყურა. ეხლა ნახე რა მაგარი ოქროს იცამა გვიგვინი. ბატონო და ბრძოლა რა არის, იცი? კი. ბრძოლის მთელი აზრი რა, რომ მოწინააღმდეგე მოატყო. თუ ვინმე რომელიმე ბრძოლა წააგო, რაღაცა შეცდომა დაუშვა. მოწინააღმდეგე მოატყუა და ვინც მოტყუდა იმან დაუშვა შეცდომა. ამიტომ მინდა რომ გავაკეთოთ, ანუ მივყვეთ ამ ჩვენ. სიონის 8 ნომერში ვართ, აი ესეთი ამოდენა იარაღია, შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჩაიცვათ, დაიხუროთ, აი როგორც ბატონ დავითსა, შენ კვერთხი, ბატონო დავით, საბრძოლო და ეს თოკისაც ჯოხია და ჯაჭვია. ეს ხვანაერია. მოკლედ ბრძოლებზე ვილაპარაკოთ და დავიწყოთ სალამინის ბრძოლით. ანუ მთელი კაცობრიობის ისტორია არის სულ ბრძოლები. ბრძოლებს ვინ იწყებდა, ბატონო დავით? ვისაც მიწაუნდა. ბრძოლას იწყებდა მეფეები. აი ხედავ ეს თავზე რომ ეგეთი ოქროს რაღაცა ქონდა. მე ვიძე. ბრძოლას იწყებდა არასოდეს გლეხს, შრომელს, მუშას არ გადაუწყვეტია რომ მოდი ახლა წავიდე და ვიღაცებით დავხოცო. ეხლაც ეგრეა რა, ჯარისკაცი არ აწყვეტავს ბრძოლას. ჯარისკაცის ნებაზე რო იყოს ბრძოლის დაწყება, არასოდეს ომი არ იქნება. ომს იწყებენ ისეთი ტიპები, ვინც თვითონ არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ადრე სულ სხვანაირად იყო საქმე. ან რო შეგეგულიანებინა შენიანები, მეფეც მიდიოდა ბრძოლაში. როგორ? მე ხარ ვიღებ მონაწილეობა, შემიძლია? რაში? ომში. მერე? შემიძლია გამოცხადო ომი? შენ ომი როგორ შეგიძლია გამოაცხადო? შენ შეიძლება მარტო წახვიდი საუბრად. მოკლედ ბატონო დავით, აზრებს რომ მოწყვეტილი. და მოდი დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი ომით, რომ ძველ დროში წავიდეთ, 480 წელია დარჩენი ქრისტეს დაბადებამდე. ანუ ეს ბრძოლა რომ მოგცა 480 წლის შემდეგ დაიბადა ქრისტე, ანუ ქრისტეს შობამდე მოხდა ეს ომი. ანუ 28 ოქტომბერს. ქრისტეს დაბადებამდე 480 წელს, ხო? ქრისტეს დაბადებამდე 480 წლის წინ. ხო. 28 სექტემბერს. ერთი მეფე იყო